მამებისა და შვილების მარშს მოვყვებით ახლა, რომელიც დაიწყო სულ რამდენიმე წუთის წინ რესპუბლიკის მოედანზე და მოქალაქეები ახლა მიემართებიან ტრადიციულად იმ წერტილისკენ, სადაც უკვე 51 დღეა პროევროპული დემონსტრაციების არის შეკრების მთავარი ადგილი. ეს არის საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია და რუსთაველის გამზირი. სხვა საპროტესტო შეძახილით და უცვლელი მოთხოვნებით ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც დააკავეს გასული დღეების საპროტესტო აქციების განმავლობაში და დაისაჯონ ის პირები, მათ შორის სამართალდამცველები, რომლებმაც საპროტესტო აქციების დაშლისას იძალადეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, მათ შორის ჩვენს კოლეგებზე, მედიის წარმომადგენლებზე და რომელთა მიმართაც ჯერჯერობით სამართალწარმოება არ არის დაწყებული, თუმცა პარალელურად 50-ზე მეტი დაკავებულია და მათი სასამართლო პროცესები ამ დღეების განმავლობაშიც მიმდინარეობს. მათ წინააღმდეგ აღძრული არის საქმეები ძირითადად სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით და მათ ედავებიან სხვადასხვა კანონდარღვევას, როგორც ეს შინაგან სამინისტროს განცხადებებში ასევე აღნიშნული. ამ წუთებში მოქალაქეები, რომლებიც შეიკრიბნენ რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე დაახლოებით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიასთან იმყოფებიან და მათ ხელთ აქვთ მრავლად ხედავთ, რომ არიან მოსულნი საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, ასევე საპროტესტო ბანერი და აცხადებენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაგრძელდეს მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული მთავარი შედეგები, ანუ არ იქნება შესრულებული ის ძირითადი მოთხოვნები, რაც უკვე 51 დღეა მოქალაქეებისთვის არის ცნობილი. ისინი აცხადებენ, რომ ევროპული მომავალი არის დასაცავი, ქვეყნის ევროინტეგრაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადამწყვეტი. ქართული ოცნების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ისინი კვლავ აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ აი ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა ჩამოშორდა ცივილიზებულ სამყაროს, ასევე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი, ასევე ირღვევა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, რაც არის კონსტიტუციური უფლება, ასევე თითოეული მოქალაქისა და ისინი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, სწორედ აი ამ პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის იყოს უზრუნველყოფილი ცხოვრება თავისუფალ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში. შეგვიძლია ახლა მოქალაქეების აი ამ კომენტარებს და შეფასებებს მოусმინოთ პირდაპირ ეთერში. მიზანი არის ის, რომ ვაჩვენოთ მოსახლეობას და არალეგიტიმურ მთავრობას, რომ ჩვენ ვარსებობთ, რომ ჩვენ ვართ, აგერ არიან ჩვენი შვილები და ამ ჩვენი შვილების მომავლისთვის ვიბრძვით და საფრთხე არის ძალიან დიდი. მოგეხსენება და ყველა მიცის ეგ და ძალიან მართლა დიდი რისკები არის და ჩვენ გვინდა რომ ეს ბოლომდე დავიცვათ და რამენერად გამოასწოროთ და ახალი არჩევნები და ნათელი მომავალი. აი ეს გვინდა ჩვენ. ბრძოლა პროტესტი უნდა იყოს, უნდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი, ადამიანები გამოვხატავთ ჩვენს აზრს და არ უნდა დაუშვათ დროშები. ეს ბრძოლა მაგალითად ჩემთვის დაიწყო 31 წლის უკან, მე აფხაზეთიდან ვარ და მე 17 წლის ვიყავი, როდესაც დაიწყო ეს ყველაფერი. ანუ ომი მაქვს ხედულობაში, რომელიც მოვიდა ჩემს სახში, ჩემს ქვეყანაში. მათთვის ამათ რა უთხრათ, აი მითხარი, რა უთხრათ, რომ გაიზრდებიან. ხომ უნდა დავახვედროთ საქართველოს ისეთი, როგორიც უნდა იყოს. აი არ ვიცი რა ჭირს ამ ხალხს, რატო ფიქრობენ ასე, რომ საფრთხე არ არის. როგორ არ არის საფრთხე? განადგურების პირას ვარ. დაიცალა საქართველოს და აი ამ ბავშვებს განვითარება აღარ უწერიათ ამათ ხელში. მეტი რა უნდა ვთქვა, არ ვიცი რა. აი ამ ბავშვებისთვის ვიბრძვით ყველა აბსოლუტურად ჩვენი შვილებისთვის, რა ჩვენი შვილების მომავლისთვის ვიბრძვით, რომ ამ დავახვედროთ ნამდვილი კარგი ერთიანი საქართველო. პროევროპული დემონსტრაციების 51 დღეს საქართველოს მასშტაბით არაერთი საპროტესტო მარში და აქცია იმართება. ბუნებრივია, ამ პროტესტის მთავარი ცენტრი არის დედაქალაქი თბილისი, სადაც ამ დღეების განმავლობაში არაერთი საპროტესტო მარში გაიმართა და დღესაც საპროტესტო მარშის მონაწილეები არიან მშობლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი და მათი შვილების მომავალი არის საფრთხეში. ახლა მათ რუსთაველის გამზირის საავტომობილო ნაწილი
ნაწილობრივ აქვთ გადაკეტილი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები გააფრთხილეს, რომ მათი რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტონ, რასაც მცირე სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის, თუმცა ამას უფრო მასშტაბური ხასიათი არ მოჰყოლია. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ გზის გადაკეტვის, თვითნებურად გადაკეტვის შემთხვევაში მათი იდენტიფიცირება მოხდება, რასაც შესაბამისი რეაგირება მოყვება სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, თუმცა ამის მიუხედავად მოქალაქეები მაინც გადმოვიდნენ რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე. ისინი ემორჩილებიან, უნდა ითქვას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სამოძრაო ზოლში გააგრძელონ გზა საქართველოს პარლამენტის შენობისკენ, სადაც უკვე, როგორც უკვე იცით, 51 დღეა პროევროპული დემონსტრაციები იმართება.